საკუთარი თავის მიმართ და სამყაროში საკუთარი თავის მიმართ გვეხმარება უფრო მეტი მადლიერების და თვითკმარობის განცდაში, რომ ამით ვიყოთ როგორც პრაქტიკის მიმართ განწყობილი, ისე საკუთარი თავის მიმართ, ზოგადად იმ ყველაფრის მიმართ, რაზე დაფიქრებაც, რისი განვითარებაც, რისი გაუმჯობესებაც, რისი შეცვლაც შეგვიძლია და იმ ყველაფრის მიმართ მიმღებლობაც რო შეგვიძლია, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია იმ მაგის მიმართაც, რომ თვითკმარი ვიყოთ, რაღაც ეს ამ დუალობაში რომ ვიპოვოთ საკუთარი თავი. ყოფილა მომენტი, რომ დილას დავუშვათ, შეიძლება ვერ ივარჯიშო ისე როგორც საჭიროა, მაგრამ აი მაქსიმუმი ვერ გააკეთო დავუშვათ იმ დილას, იმ საღამოს შენი თავის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ეს აღმოვაჩინე, როცა იოგას პრაქტიკა დავიწყე, რომ მადლიერი იყო იმის, რაც იმ დღეს, როგორც მოახერხე იმას კონცენტრაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შენი სხეულის, შენი გონების და ანუ მეორე დღეს, მესამე დღეს, ანუ ამ ბენეფიტებს ხედავ. ყოველ დღე როგორ ვითარდები ამას ხედავ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხო, ამისთვის უნდა იყო მადლიერი. როგორც იოგა სუტრაში არის, ეს არის ტერმინი სანტოშა, სანსკრიტული ტერმინი იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, უნდა ისწავლო თვითკმაყოფილების განცდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი იოგას ასპექტი, იმიტომ რომ ეს რასაც საუბრობთ, ფუნდამენტური დანაკლისი რაც აქვს ადამიანს, რომ ეხლა ეს მობილური არის, ხვალ ახალი თაობის გამოდის და მუდმივად რაღაცას მისდევ, არა, ანუ შენ გაქვს ის რაც საჭირო არის, ანუ ეხლა რაც არის მოცემულობა და აქედან შეგიძლია იმოძრაო მშვიდად, არ უნდა შეგეშინდეს, არ უნდა იჩქარო. ხო, არ უნდა იჩქარო, ხო, არ უნდა შეგეშინდეს იმის, რომ ასე ვთქვათ, ის რომ რაღაც დანაკლისი გვაქვს, ეს დანაკლისი რაღაც მომენტში დადებითი როლიც აქვს, რომ ბედნიერება არის გადადებული იქით. როგორც რაღაცა მოლოდინის განცდა და რაღაც მომენტში თვითკმარობა ადვილიც არ არის. ეს პასუხისგებლობაც არის, რომ შენი ცხოვრება შედგა და არა გაქვს გადადებული სადღაც მომავალში. თითქოს საკუთარი იმ რაღაც კონკრეტულს რომ მივახწევ, იქ იქნება. ხო, გადადებაში ხო ამას გულისხმობ. კი, რომ აი მაგას რომ მივახწევ, მილიონერი რომ გავხდები, აი მაშინ ვიქნები რეალიზებული და ის რა იქნება, მე სულ სხვა გამოწვევები იქნება. ხელიდან დაგვისხლდება ეგ. ხო, ეს არ ნიშნავს, რომ უგულებელ ხოთ, არ გავაკეთოთ, ანუ პირიქით, ანუ ჩვენი საქმე, ანუ ეს ხარისხიან საქმეს მაინც უფრო ფინანსურათაც უკეთეს შედეგს მოგცემს, ვიდრე უხარისხოთ ვაკეთოთ რაღაცა, ანუ პირიქით, ანუ ამით არ ვამბობთ, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მატერიალურს და სანტოშასთან არის კიდევ ერთი ტერმინი სანსკრიტული, რასაც ქვია კაივალია, რაც ნიშნავს თვითკმარობას, ის არის კმაყოფილების განცდა, ეს არის თვითკმარობა, ძალიან მომწონს ეს სიტყვა კაივალია, რაც არის იოგას უმაღლესი მდგომარეობა. ესე იგი ადამიანი არის უკვე დაფუძნებული საკუთარ თავზე, არა ის რომ ვიღაც როგორ შეგაფასებს თან რაღაც, აი შენ იცი. ეს ინტერესოა. მოკლედ მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა თქვენ. ერიკით მადლობა. გამოიწეროთ ჩვენი არხი და მომავალი პოდკასტი ერთ-ერთი იქნება იოგას სარგებლიანობა. სარგებელთან დაკავშირებით განვავრცოთ უფრო დეტალურად. თუ რამე გამოგვრჩა და არ გავითვალისწინეთ, მაგასაც მოგწერეთ, მაგალითად დამწყებებს, რაც გაინტერესებთ და შეხვედრამდე. დროებით, მადლობა და